მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი რუსუდან სერბილაძე. ქალბატონ რუსუდან, ორმაგი მადლობა უნდა მოგიხადოთ დღეს აქ მომწადებით. აი, ორმაგი რატო? რამდენიმე თვეა ვატარებ გადაცემებს და ვერ დავიყაბულე ვერც ერთი ეკონომისტი ქალბატონი. მიზეზები ბევრია. ავდექი და ერთ-ერთ წინა გადაცემაზე პოეტიკალი მოვიწვია, იმიტომ რომ არ ეფიქრათ, რომ ქალებს რატომღაც იმას. ხო და ეხლა თქვენ მომწადით და დიდი მადლობა. საუბარი მინდა დავიწყოთ როგორ გაგიცანით და როგორ მოხდა თქვენ რატომ გთხოვეთ მომწადება. 2 თვის წინ თებერვალში ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ჩვენმა უნივერსიტეტმა დიდი პატივისცემით მოაწყო დიდი ივანე ჯავახიშვილის იუბილე. ამ იუბილეს ფარგლებში სხვადასხვა ფაკულტეტებმა კონფერენციები მოაწყეს და გააკეთეს და ერთ-ერთი იყო ეკონომისტების კონფერენცია, რომელსაც მე ვესწრებოდი და რომელზედაც თქვენ გამომგზავნით და მომეწონა და გთხოვეთ რომ მომბრძანებულიყავით. დღეს თქვენ აქ მომბრძანდით. რამეს ხომ არ იტყოდით ამ იუბილესთან დაკავშირებით ბატონ დიდი ივანე ჯავახიშვილის შესახებ? მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რასაკვირველია, ივანე ჯავახიშვილის უდიდესი ბუმბერაზი ადამიანობა ყველასთვის ცნობილია. იმდენად დიდი პიროვნება იყო და იმდენად დიდი მეცნიერი, რომ არ შეიძლება ყურადღება არ გაამახვილო მის მოღვაწეობაზე. მიუხედავად ამისა, იყო ძალიან თავმდაბალი ადამიანი, რომელიც თავის თავს ჭიანჭველასაც კი არ ადარებდა და თავისი განსაკუთრებული მიდგომებით შექმნა ისეთი განათლების კერა, რომელიც დღესაც თანამედროვე პირობებში ყველაზე აქტუალურია საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების ინსტიტუტია და ყველა ადამიანი, ეს იქნება ლექტორი, სტუდენტი თუ ჩვეულებრივი თანამშრომელი, უდიდეს პატივს სცემს როგორც ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობას, ასევე მის ხსოვნას და მასთან დაკავშირებულ წლებს. ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ მე ივანე ჯავახიშვილთან ბევრი რამ მაკავშირებს, კერძოდ ვსწავლობდი თბილისში ვერაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53 საშუალო სკოლაში და 10 წლის განმავლობაში სწორედ მის მოღვაწეობაზე მიწევდა ყურადღების გამახვილება, საღამოების მოწყობა, საღამოებში მონაწილეობის მიღება და ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანის და შემთხვევით ალბათ არაფერი არ ხდება და სწორედ როდესაც მე მოვხვდი სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ძალიან ბედნიერი ვიყავი და აგერ უკვე 20 წელია ამ უნივერსიტეტში ვარ, უნივერსიტეტში მიმყავს ეკონომიკური საგნები, მიკროეკონომიკის პრინციპები და მაკროეკონომიკის პრინციპები. როგორც სტუდენტები ამბობენ, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან და მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეს კერა არის ისეთი ინსტიტუტი, რომლის ღალატი არათუ არ შეიძლება, არამედ არ შეიძლება მიაკლო რამე უნივერსიტეტის ხიბლს, მის სახელს და მის მოღვაწეობას საქართველოს განათლების ასპარეზზე. ქალბატონ რუსუდან, სტუდენტები გვახსენეთ. ჩვენი ახალგაზრდობის შესახებ სხვადასხვანაირ ხმებს გაიგებთ. ზოგი ამბობს, ზოგს ცაში ახავს, ზოგი აკრიტიკებს. თქვენ როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ? ამდენი სტუდენტები გადის, ასე ვთქვათ, თქვენი ხელიდან იცვლებიან, ხო? დიახ. როგორ დაახასიათებთ მოკლედ? ყველა სტუდენტი არის არაჩვეულებრივი, მინდა გითხრათ, გიყურებს ისეთი შემართებით და ისეთი სიყვარულით და ისეთი სითბოთი და ელოდება შენგან, რომ გადასცემ იმას, რაც მას ელის და ეკუთვნის, რომ აი არ შეიძლება სტუდენტის უარყოფით თვისებაზე დაიწყოს საუბარი. ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება მისადმი. მაგრამ ნახეთ, 100 კაციან ლექციაზე, როდესაც შედიხარ, იქ შეუძლებელია ზუსტად გაიგო, რომელი სტუდენტი როგორ სწავლობს, მაგრამ როდესაც შედიხარ 25 კაციან აუდიტორიაში სემინარზე,
იქ ზუსტად განსაზღვრა როგორ სწავლობენ სტუდენტები. Აი მაგალითად 25 სტუდენტიდან 5 დაახლოებით 20% ძალიან კარგად სწავლობს და ეს ჩვენი ქვეყნის მონოპოლარია. დაახლოებით 20%, ანუ მეორე ბოლო 5 ადამიანი სტუდენტი იმიტომ რომ მუშაობს, იმიტომ რომ ბევრი საქმე აქვს, იმიტომ ისე კარგად ვერ ახერხებს სწავლას. და დანარჩენი დაახლოებით 15 სტუდენტი საშუალო დონის არის, მაგრამ მე მინახავ სტუდენტები, რომლებიც საშუალოდ სწავლობდნენ და შემდგომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და ძალიან კარგად დაიმკვიდრეს ადგილი თელს განათლების სფეროშიც და სამსახურებშიც და ადვილად მოეწყდნენ, ადვილად დასაქმდნენ და ეს ძალიან კარგია. და ის სტუდენტებიც კი, რომლებიც არ სწავლობენ და ცუდად სწავლობენ, ისინიც კი ძალიან აფასებენ ლექტორის შრომას. ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რომ შენ ყველაფერს აძლევ, რაც მათ ეკუთვნის და ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ მათ გააკეთონ ყველაფერი თანამედროვე ცხოვრების, თანამედროვე პირობების შესაბამისად. ასეებია, ვაბლობთ. რა გამახსენეთ იცით, აბდოლოსთან. საზოგადოებრივი სესია. არ მახსოვს რომელმა მეცნიერმა შეადარა საზოგადოება ქვევრს, ესე იგი 5% ყელი, 5% ძირში და დანარჩენი ესე შუაში. კი არის ასეთი ტრადიციული. მოდით ახლა უფრო ეკონომიკურ საკითხებზე გადავიდეთ. დღევანდელ ადამიანს საქართველოშიც და მსოფლიოშიც განვითარებულ ქვეყნებშიც ესია რა აწუხებს. ფასები და ინფლაცია და ეს ფასების ზრდა. რა ხდება ამ ხრივჩას ქვეყანაში? რას ხედავთ და როგორ შეიძლება რაღაცნაირად შეიცვალოს მდგომარეობა, რაღაცა შეღავათი მიეცეს ადამიანს, იმიტომ რომ ადრე რო თქვა 10 ლარით გახვიდოდი რაღაცას იყირდი, ახლა ის აღიდგათ თითქმის 100 ლარი გინდა ადამიანს და რა ქნას დიდმა ოჯახებმა ბავშვებიან და ასე შემდეგ. მოგახსენებთ, ნებისმიერი ეკონომიკური სუბიექტი, თითოეული ჩვენთაგანი ვდგევართ არჩევანის წინაშე. ყველა ადამიანს ურჩევნია, რომ იცხოვროს ისეთ ეპოქაში, სადაც წარმოება გაზრდილია, ფასები შემცირებულია, დასაქმება გამარტივებულია, უმუშევრობა დაბალ დონეზეა. ეს არის ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი. მაგრამ ყოველთვის არ აქვს აღმავლობის პერიოდი. ხშირად წარმოება შეჩერებულია, ფასები იზრდება, დასაქმება გართულებულია, ასევე იზრდება უმუშევრობა შესაბამისად და ნებისმიერი ეკონომიკური სუბიექტი, ნებისმიერი ადამიანი ირჩევს პერიოდს, სადაც ეკონომიკური აღმავლობა აქვს და არა რეცესია. აი მეორე, რომელიც ახლა მოგიყევით და დაგიხასიათეთ, ეს არის რეცესია, მოგეხსენებათ ბატონო ამბროსი. რეცესია ეს არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც თუ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა დეპრესიაში გადაიზარდოს. შემდგომ დეპრესიის მართვა ძალიან რთულია, ურთულესი პროცესია და ამიტომ როგორმე თავიდან უნდა ავიცილოთ ეს მდგომარეობა. ეხლა მაკროეკონომიკური სტატისტიკა ფაქტობრივად იკვლევს ფასებს, ინფლაციას, უმუშევრობას და დიახ, აი ეს პროცესი, ეს კვლევა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მიგვიდითებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე თუ იზრდება, ამ დროს სასაკვირველია ფასები სტაბილურდება. მაგრამ თუ ერთ სულ მოსახლეზე არ იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, რასაკვირველია ფასები ამას მიყვება. ეხლა ყველა პროდუქტზე ფასები ერთნაირად არ იზრდება. ზოგ პროდუქტზე ძალიან იზრდება, ზოგ პროდუქტზე ნაკლებად, ზოგზე საერთოდ არ იცვლება. მომხმარებელიც აი ამ პროცესს მიყვება სხვადასხვაგვარად. მაგალითად, საქონელზე, რომელზეც ფასმა ძალიან მოიმატა, ამ საქონელზე წყვეტს მოხმარებას და გადადის ისეთ საქონელზე, რომელზეც ფასი არ გაზრდილა, ან სრულიადაც არ შეცვლილა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოვიკვლიოთ როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსი. ორივე ეს მაჩვენებელი გახლავთ ფასების საერთო დონის მაჩვენებელი და ზუსტად გვიჩვენებს,
როგორ შეიცვალა ფასები წინა პერიოდთან შედარებით. ამას პროცენტებში ითვლის და პროცენტებში მისი გამოთვლა რასაკვირველია მნიშვნელოვანია. და სწორედ ჩვენი პერსპექტივა იმისკენ რომ ფასები შემცირდეს, სწორედ აი ამაზეა ორიენტირებული, რომ დიახ, ფასებს გააჩნიათ თავისი განსაკუთრებული ფუნქციები, აი მაგალითად პირველი ფუნქცია ეს გახლავთ საინფორმაციო ფუნქცია. და რას გულისხმობს ფასების საინფორმაციო ფუნქცია? რომ მან დაგვანახოს საქონელზე არის დეფიციტი თუ არის სიჭარბე. თუ საქონლის ფასი ძალიან იზრდება, ეს გველაპარაკება ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომ აი ამ საქონელზე არის დეფიციტი. მაგრამ თუ საქონელზე არის სიჭარბე, აქ ფასები ნამდვილად არ იზრდება. უფრო მეტიც, ფასების ზრდა დაკავშირებულია ხარჯების ზრდასთან. როგორც კი ხარჯები იზრდება, ეს შემოსავლების ზრდასთანაც არის დაკავშირებული. ხარჯების ზრდა თავისთავად გველაპარაკება იმაზე, რომ ერთის მხრივ ან იწარმოება ბევრი საქონელი და მომსახურება, ან ის საქონელი და მომსახურება, რომელიც იწარმოება, მასზე ფასები იცვლება და იზრდება. ამიტომაც იკვლევენ მთლიანი შიდა პროდუქტის განსაკუთრებულ მაჩვენებლებს, როგორც ნომინალში, ასევე რეალურად. ნომინალურად გამოდის მიმდინარე ფასებში ითვლება მთლიანი შიდა პროდუქტი, ხოლო რეალურად ითვლება უკვე არა მიმდინარე ფასებში, არამედ მუდმივ ფასებში. რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკას ახასიათებს ფასების მუდმივი ზრდა. და ფასების მუდმივი ზრდის პირობებში სწორედ აუცილებელია გაიგო მუდმივი ფასები, რომ წარმოდგენდა გქონდეს რა რაოდენობის საქონელი იწარმოება, რაც ადრე იწარმოებოდა, იგივე იწარმოება, თუ მასზე უფრო გაზრდილი რაოდენობა. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე. შემდეგი ფუნქცია, რაც ფასებს ახასიათებს, ეს არის მისი ფაქტობრივად წამახალისებელი ფუნქცია და რაზე გვესაუბრება? წამახალისებელი ფუნქცია მწარმოებელს ელაპარაკება იმაზე, რომ დიახ, როდესაც ფასები გაიზარდა, მწარმოებელმა როგორმე მოახერხოს და აწარმოოს ეს პროდუქცია გაზრდილ ფასში. რასაკვირველია, მოკლევადიან პერიოდში ამის განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ადვილად მიღწევადია. ეხლა ეს თეორიულად ძალიან სწორად საუბრობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ფასებს ეხება, მაგრამ რეალობაში პრაქტიკულად კიდევ უფრო რთულად არის საქმე. ეხლა რადგან ეკონომიკაში ფული მუდმივად მოძრაობს და მუდმივად მუშაობს, ამიტომაც ფულის უძრაობა შეუთავსებელია საბაზრო ეკონომიკის ბუნებასთან. დიახ, საბაზრო ეკონომიკაში ფული უნდა მოძრაობდეს. უფრო მეტიც, ძალიან დიდი რაოდენობით ფული უნდა მოძრაობდეს. და ფასების ზრდა შემდგომ ხარჯებს რადგან ზრდის, შემდგომ შემოსავლების სახით შედის ადამიანებთან, მაგალითად შევახელფასის სახით, მოგების სახით, სარგებლის სახით, რენტის სახით და ასე შემდეგ. ეხლა შემოსავლები და ხარჯები აუცილებლად ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. ორივე მაჩვენებლის კვლევა ზოგადად ერთი და იგივე შედეგს იძლევა. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ფასებზე, არ უნდა გამოგვჩეს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ფუნქციების გარდა, რაც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, კიდევ არსებობს ერთი ფუნქცია, რომელსაც ეწოდება არა წამახალისებელი, არა საინფორმაციო, არამედ უკვე სხვა ფუნქცია და ეს არის გამანაწილებელი ფუნქცია. ამ ფუნქციით ფასები ზუსტად განსაზღვრავს ესა თუ ის საქონელი, რომელ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს, რომელი მომხმარებელი არის მზად თავისი გადახდის უნარიანობიდან გამომდინარე. და ამიტომაც, როდესაც ფასებზე გვაქვს საუბარი, დიახ, ფასებს გააჩნია როგორც აი ეს ფუნქციები, ასევე მექანიზმები და თვითრეგულირება. აი მაგალითად, რა მექანიზმები არსებობს ფასების დასარეგულირებლად? ფასების რეგულაციისთვის კონკურენტული ბაზარი განიხილება. მაგალითად, კონკურენტულ ბაზარზე ფასები ყალიბდება მოთხოვნა მიწოდების გაწონასწორებით და ჩვენ ვიღებთ წონასწორულ ფასს. მაგრამ გარდა ამისა, რომ ჩვენ ვიღებთ წონასწორულ ფასს, ასევე არსებობს მონოპოლიები კონკურენციის გარდა.
ეხლა ვინ არეგულირებს ფასებს მონოპოლიებში? მონოპოლიებში ფასების დარეგულირება ევალება CEMEX, მოგეხსენებათ, ხო? საქონლის მრავალფეროვნება ასრულებს თუ არა განსაკუთრებულ მოვალეობას ფასებთან მიმართებაში. რასაკვირველია, თუ საქონელი მრავალფეროვანია, ასევე თუ ხარისხიანია, ეს ფულის ღირებულებას გაზრდის. მაგრამ თუ საქონლის ხარისხი მცირდება, ხარისხის შემცირება ფულის ღირებულებას იმ წუთასვე შეამცირებს. აი ეს მექანიზმი მოქმედებს ფასებთან მიმართებაში და ეს არის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. კაბოტონ რუსულა თქვენ საკმაოდ დიდი ყურადღება მიაქციეთ მთლიანში და პროდუქციის დას. მაგრამ როდესაც ქვეყანაში არ არის ინკლუზიურობა და როდესაც ეს წარმოებული ახალი პროდუქციიდან ყველა საზოგადოების ყველა წევრი გარკვეული განსხვავებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროპორციით არიხებს და არ ეხება მათ ეს ზრდა, ამიტომ ამ ბოლო დროს მე ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან ესე ზერელეთ უყურებ ამ მთლიანში და პროდუქტის დას, რომელსაც პირიქით ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ესეთი მოწონებით და ქებით და იმით მოიხსენიებენ. ხალხს რა, როცა თქვათ ლილივაშვილი ამ წარმოებული იმიდან ოქროს ზოდების სახით საბსიდიროებს მილიონებს, ღარიბაშვილი, ანეხლა ფერაძე და ასე შემდეგ, ხო? აი ხლა თქვენ მეორე ეს ჩემი შენიშვნა იყო, იმედი არ გეწევთ. არა, შეკითხვა კიდე მეორე. თქვენ თქვით რომ ძალიან კარგად რომ ხლა მე ფასების შემცირება და ეს კი არ მინდა. მე მინდა ფასები იყოს ოპტიმალური. არ იყოს მონოპოლია და მონოპოლიურ ზემოგებელს არ იღებდეს ვიღაც. აი თქვენ კარგად ახსენეთ რომ კონკურენცია უნდა იყოს და აი ეს დაარეგულირებდა ფასებს და მოგწევდა იმ დონეს ფასებისას, რომელიც უნდა ყოფილიყო და არა ისეც, როგორც მაგალითად კრედიტებს აქვთ ესეთი ფასები, იმიტომ რომ 2 და 3 ბანკია მონოპოლიური მდგომარეობაში და ასე შემდეგ, ფარმაცევტიკაში ესე და ასე შემდეგ, თითქმის ყველა დარგი, სადაც კი ასე ვთქვათ, ფული იშოვება, ყველგან არის მონოპოლია და ვიღაცის და ამას მე ჩემთვის ვარქმევ ხოლმე ფეოდალიზმი არა არის. საბაზრო ეკონომიკა სამწუხაროდ მოიცავს ასეთ პროცესებს. კარგი შეკითხვა მომეცით და ამ შეკითხვას ვუპასუხებ აუცილებლად ჩემი ხედვით. დიახ, მთლიანი შიდა პროდუქტის შესაძლებელია იზრდებოდეს ქვეყანაში, მაგრამ ამან განსაკუთრებული გავლენა ვერ იქონიოს ეკონომიკაზე. და რაშია საქმე, რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ როგორც კი ფასები გაიზრდება, ფასების ზრდა თითქოს შემოსავლებს ზრდის, მაგრამ ეს ცხოვრების ღირებულებას უკეთეს პირობებში ვერ აღმოაჩენს. იმისათვის რომ ცხოვრების ღირებულება უკეთეს პირობებში აღმოჩნდეს, ბევრი პერკეტია საჭირო. მათ შორის ეროვნული ბანკი, მაგალითად, თავისი მონეტარული პოლიტიკით ხელს უწყობს ინფლაციის პროცესის შეჩერებას. თუ ინფლაცია შეჩერდება, ფასებიც დარეგულირდება. დიახ. ნახეთ, 2026 წლის მაისის მონაცემები, როდესაც წავიკითხე სტატისტიკის მონაცემები, 6%-იანი ზრდა გვაქვს ეკონომიკური. თუმცა ფასები 4%-ით გაიზარდა. ეხლა რამდენად სწორი მაჩვენებელია ამას იტყვის საბოლოო ჯამში სტატისტიკა, მაგრამ ნახეთ, აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ხარჯები და შემოსავლები ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს, აი ამ შემთხვევაშიც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე რაღაცაზე უნდა გვესაუბრებოდეს. აი მაგალითად, დავიწყოთ იმაზე საუბარი, როგორია ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა წელს 1.4% ზრდა იყო. ევროპაში იყო 4%-იანი ეკონომიკური ზრდა. საქართველოში გვქონდა 7%-იანი ზრდა. ეხლა ადამიანი, რომელმაც არ იცის ეკონომიკა, იტყვის, რომ იფიქრებს, რომ საქართველოში უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა გვქონია. მაგრამ ასე არ არის ნამდვილად და რატომ? იმიტომ რომ განვითარებად ქვეყნებს ახასიათებს
მკვეთრი ზრდის ეფექტი, რაც იმას გულისხმობს, რომ განვითარებადი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევს, ვიდრე მაღალ განვითარებული ქვეყანა. მეტი პოტენციალი აქვს. დიახ, აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლა წელიწადში 2%-იანი ეკონომიკური ზრდა თუ ექნება, ძალიან ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ მან უკვე მიაღწია რაღაცა ნიშას და იმისი შენარჩუნებაა ახლა მთავარი. და ჩვენთან ეკონომიკური ზრდა 7% კი არა, 10-იც, 15-იც რომ იყოს, შეიძლება 20-30 წლის მერეც ვერ გაუტოლდეთ, თქვათ, განვითარებულ ქვეყნებს, ხო? ეს დაახლოებით ის გამახსენა მანქანა, როცა მირბის იმისთვის სიჩქარის მომატება ძალიან ძნელია და როცა ადგილიდან ძრავ, ადვილად აკრეფავს სიჩქარე. დიახ, რასაკვირველია. კი ბატონო, ასეთია დამოკიდებულება. ეხლა როდესაც საუბრობთ აი ასეთ საკითხებზე, მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან 40 ქვეყანა არის განვითარებული ქვეყანა. სადაც 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. დანარჩენი 125 არის განვითარებადი და კიდევ უფრო დანარჩენი არის ჩამორჩენილი ქვეყანა. აი ხა ამ ქვეყნების გატოლება განვითარებულ ქვეყანასთან ძალიან რთულია თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის რაობითაც, შესაძლებლობითაც, მაგრამ გაჩერებაც არ შეიძლება, ხო? აი მაგალითად 2020 წელს ჩვენთან პანდემიის ფონზე ეკონომიკური ზრდა იყო -7%-მდე. დღეს, ანუ 2025 წელს უკვე +7%-ია, ეს უკვე დიდი მიღწევაა, ხო სწორია? შუალედებში იყო 10%-იანი ზრდაც, 11%-იანი, 8%-იანი ზრდაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, რადგან ეკონომიკური ზრდა არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრი რაღაც შესაძლებელია გაკეთდეს სწორედ ეკონომიკის იმ რეგულაციებიდან და იმ მექანიზმებიდან, რომელსაც რასაკვირველია თითოეული საბაზრო ეკონომიკის სუბიექტი მოინდომებს. ეხლა რასაკვირველია, სახელმწიფოს ჩარევაც ხდება მათ შორის საბაზრო ეკონომიკაში, თუმცა არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ნებისმიერი სახელმწიფო ჩარევა ძალიან ცუდი შედეგებით სრულდება ხოლმე და უარყოფითი შედეგი მოაქვს. აი მაგალითად სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს ფასის ზედაზღვარი ან ფასის ქვედაზღვარი. მაგრამ ისეთ საქონელზე, რომელზეც გვაქვს დეფიციტი და შენ დააწესებ ფასის ზედაზღვარს და ფასის ქვედაზღვარს, რასაკვირველია, ეს ხელშეუშლის მეწარმე-საწარმოოს პროდუქცია. ისევე როგორც იმ მეწარმეებს, რომლებსაც ისეთი პროდუქციის წარმოება შეუძლია, რომლებსაც რეალურად ფაქტობრივად ჩვენ უწოდებთ ჭარბ წარმოებას, ანუ დეფიციტი კი არ არის ამ წარმოებაზე, არამედ მრავალფეროვნებაა და უფრო მეტია და ამიტომ ეს სიჭარბე იწვევს მასზე ფასის კლებას. და სწორედ აი ჩვენ ფასებით დავიწყეთ და ფასებთან გვინდა მივიდეთ ზუსტად, რომ ფასების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დეფიციტური საქონელი იწარმოება და ფასები მცირდება იმ საქონელზე, რომელზეც გვაქვს სიჭარბე. ესე იგი, როგორც ისაუბრეთ, ჩვენ ახლა ჩვენი ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობაში დაახლოებით. არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ჩრდილოეთში ომია, მსოფლიო ომებია, ხო? ახლა ქვეყნები რო არ ჩართული, ეს გავლენა ახდენს ისეთი პატარა ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორც საქართველო. ჩრდილოეთში ომია, სამხრეთში ომია, რა ვიცი, აღმოსავლეთშიც და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად იმისა, გვაქვს ჩვენ რაიმე რეზერვი, რაიმე საშუალება, რომლის სამოქმედებითაც, რაიმე მექანიზმი, რომლის სამოქმედებითაც მაინც შევძლებთ თუ რაღაცნაირად ვიმოქმედოთ ფასებზე. არ გაუშვათ მეტი უფრო გაზრდა და ასე შემდეგ. რას იგულისხმებთ პირველ რიგში და ასე შემდეგ. ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკაში. ეხლა ეს რო ყოფილიყო სახელმწიფო გეგმური ეკონომიკა, ადვილი იყო ფასების რეგულაცია, მაგრამ საბაზრო ეკონომიკაში, როგორც მოგახსენეთ, ფასებს განსაზღვრავს სწორედ თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი ვაჭრობა. აი სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც არის მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის და მომსახურების ღირებულების მაჩვენებელი, ზუსტად ასახავს იმ სამომხმარებლო კალათას, რომელშიც შედის ის მნიშვნელოვანი პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვიყენებთ. და სხვათა შორის ყოველთვე იკვლევს სტატისტიკის კომიტეტი სამომხმარებლო კალათას და მის ფასს და აი ამ კალათაში შემავალ საქონელს.
ძალიან ძნელია ფასებზე რეგულირება, გარდა იმ ბერკეტისა, რომელიც მოგახსენეთ, რომ დიახ, დაიცვას ინფლაცია სახელმწიფომ, მათ შორის ეროვნულმა ბანკმა თავისი მონეტარული პოლიტიკით და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ინფლაცია არ შეეხებოდეს ძალიან ეკონომიკურ სუბიექტს და ეკონომიკური სუბიექტი მოწოდებული იყოს იმისთვის, რომ ის შემოსავლები, რომელიც მას აქვს, ადვილად აძლევდეს ცხოვრების შესაძლებლობას და მისი ცხოვრების ღირებულება არათუ მცირდებოდეს, არამედ ყოველთვის იზრდებოდეს. რასაკვირველია, სახელმწიფო გეოპოლიტიკა და ეს კატაკლიზმები, რომელიც ახლა ჩვენს მსოფლიოში მიმდინარეობს და მრავალი ქვეყანა ომის პირობებში იმყოფება და ამას ძალიან განვიცდი მე თავად, იმიტომ რომ ეს ომი არათუ თითოეულ ადამიანზე მოქმედებს და თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს ეხება, არამედ ეხება ყველა ქვეყანას. აი მოგეხსენებათ, როდესაც პანდემია დაიწყო ერთ ქვეყანაში, ის მოედო მსოფლიოს ყველა ქვეყანას ერთად და ყველა ქვეყანა ჩაითრია კრიზისში, ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც თავდაღწევა იყო ძალიან რთული და როგორც მოგახსენეთ, მინუსებში იყო ჩვენი ეკონომიკური ზრდა. ახლაც ასეთივე მდგომარეობა, როგორც კი მსოფლიოში გეოპოლიტიკური პოლიტიკა თავის ადგილას დადგება, როგორც კი მსოფლიოში ფასები დარეგულირდება, რასაკვირველია განვითარებად ქვეყნებშიც ეს ასახვას პოვებს. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული არიან ქვეყნები ევროპაში, ამერიკაში, დიახ, ფასები იქ ოდნავ უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში. რატომ? იმიტომ რომ აქ დიდი წარმოება არ აგვაქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ არ აგვაქვს ბევრი წარმოების ფაქტორები. როგორც მოგეხსენებათ, რესურსების შეზღუდულია და ყველას არ მიუწვდება ხელი ამ რესურსებზე. და რესურსების შეზღუდულობა საბოლოო ჯამში ასახვას პოვებს იმ ყველა საკითხზე და იმ პროცესზე, რომელსაც ახლა თქვენ ახსენებს და რომელზეც გული შეფტკივა ნებისმიერ ჩვენთაგანს და ნებისმიერ ეკონომისტს. ბატონო რუსლან, ესეთი გამოთქმა, რომ ტყუილი და სტატისტიკა. მე არ ვიცი ახლა ეს ქართულ სტატისტიკას ეხება თუ არა. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვით სამსაქმეს ემსახურება, მაგრამ თქვათ არის ის ნამდვილი ციფრი ის 4% უახსენეთ ინფლაციის. ეს პროცენტი გამოდის სამომხმარებლო კალათიდან, რომელშიც თუ არ ვხდები 320 თუ რაღაცა პროდუქტი შედის. მაგრამ აქ შედის მარგარიტი და ბრილიანტი და რიგით ადამიანს რა შეაინტერესებს მარგარიტის ფასი და მაინტერესებს პურზე და ყველზე და ხორცზე რა ფასებია. სამომხმარებლო ფასების ინდექსს, როდესაც ითვლიან და ითვლიან სამომხმარებლო კალათას, იქ არ შედის ბრილიანტი და ძვირფასეულობა და ძვირფასი ნივთები. იქ შედის 12 ის აუცილებელი პროდუქცია, რომელსაც იყენებს ადამიანი ყოველდღიურად და სწორედ აი ამ საქონელზე ფასების ზრდა მოიაზრება მთლიანად სამომხმარებლო ფასების ინდექსში და როგორც მოგახსენეთ, მთლიანი შინდა პროდუქტის დეფლატორიც ანალოგიურად იკოლებს ფასების ზრდას და ორივე მაჩვენებლის კვლევა ერთი და იმავე შედეგს გვაძლევს. ანუ გულისხმობთ ორნაირ კალათას. ერთი არის რომელშიც შედის ის სამომხმარებლო კალათა, სამი ასეული პროდუქცია და მეორე არის გამარტივებული სახით ის პროდუქცია, რომელიც ძალზე აუცილებელია. დიახ. ადამიანისთვის პირველადი მოთხოვნილების საგნები და პირველადი მოთხოვნილების საგნები ყველაზე მნიშვნელოვანია და მოთხოვნა მიწოდებათ სწორედ აი ამ საგნებთან დაკავშირებით განაპირობებს როგორც წონასწორულ ფასს, ასევე წონასწორულ რაოდენობას, რა რაოდენობის პროდუქციას შეიძენს ესე თუ ის ადამიანი აი ამ სამომხმარებლო კალათით. გასაგებია. რა რეზერვები, ასე ვთქვათ, რეზერვები არსებობს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ომები და ეს არეული მსოფლიო რომ აი მათი ამოქმედებით არ გავუშვათ ფასები და არ გაიზარდოს და უფრო შევამციროთ კიდეც. კიდევ გავიმეორებ, ბატონო ამბროსი, რომ აი ფასების დარეგულირება, როგორც მოგახსენეთ, სახელმწიფოს მხრიდან ვერ ხერხდება, უფრო მეტიც საბაზრო ეკონომიკაში ფაზებს თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს, როგორც მოგახსენეთ, მოთხოვნა მიწოდების კანონის შესაბამისად ხორციელდება. აქ მაგალითად ელასტიკურობაც იგულისხმება, ელასტიკურობა თეორიული ტერმინია და მოგეხსენებათ, როდესაც ერთ საქონელზე ფასები იზრდება, მომხმარებელი გადადის მეორე საქონლის
შეძენაზე, ეს არის ჯვარედინი ელასტიკურობა ფაქტობრივად, როდესაც ერთ საქონელზე გაზრდილმა ფასმა მეორე საქონელზე გაზრდა მოთხოვნა და მოხმარება. აი ამიტომაც ძალიან რთულია საბაზრო პირობებში იმაზე საუბარი, რომ ფასები დაარეგულიროს. ყველა მწარმოებელს აქვს თავისი წარმოების შესაძლებლობა. ამიტომაც ადამიანი, რომელიც არის ფერმერი და აწარმოებს კონკრეტულად რომელიღაც საქონელს, მას ვერაფრით ვერ მოუწოდებ და ვერ ეტყვი, რომ შენ ეს საქონელი რომ აწარმოე 100 ტონა, 100 ტონა კი არ აწარმოო, არამედ 200 აწარმოე და $100 კი არ აწარმოო, ან 100 ლარად, არამედ 50 ლარად გაყიდე. ეს საბაზრო ეკონომიკისთვის მიუღებელია, შეუთავსებელია საბაზრო ეკონომიკის ბუნებასთან და რასაკვირველია, ეს თავისთავად უნდა მოხდეს, როდესაც გაიზრდება წარმოების ფაქტორთა რაოდენობა, როდესაც გაზრდილი იქნება ის შესაძლებლობები, როდესაც ადამიანებს შეეძლებათ სოფლიოსგან მიიღონ ის, რასაც თქვათ სხვადასხვა ქვეყნები იღებენ. აი მე წეგან დაგიხასიათეთ 40 ქვეყანა, რომელიც განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენს და ასევე გითხარით, რომ 125 ქვეყანაა განვითარებადი. ამ 125 ქვეყანას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ 1-2 საქონელი აწარმოოს და გაიტანოს ექსპორტზე. გაიტანოს ექსპორტზე და თუ გაიტანა ექსპორტზე, ამ შემთხვევაში რა ხდება? იქიდან მიღებული ფულით შემდგომ შეუძლია უკვე იყიდოს ის სხვა დანარჩენი საქონელი, რომელსაც თვითონ ვერ აწარმოებს. აი ამიტომაც, როდესაც ასეთი პროცესები მიმდინარეობს ეკონომიკაში, ძალიან რთულია ლავირება და ჩვენი პერსპექტივა სწორედ იმაზე არის დამკვიდრებული და დამოკიდებული, რა მოხდება ზოგადად. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, შემოსავლები და ხარჯები ერთმანეთის ტოლია, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სოფლიოში ითვლიან სამომხმარებლო ფასების ინდექს უფრო მეტიც, ევროპაში ჰარმონიზებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსსაც ითვლიან, ევროსტანდარტებთან მიახლოების გამო საქართველოსაც 2020 წელს დაიწყო ამ ინდექსის გამოყენება და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, იმიტომ რომ დამატებითი საანალიზო მაჩვენებელია და ბევრ საკითხზე გველაპარაკება, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი დამოკიდებულება იქითკენ, რომ დიახ, ფასები შემცირდეს, ამის შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ განვითარებული ქვეყნის შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გეოპოლიტიკა თავის ადგილზე დადგება, ეს ომები აღარ იქნება და ადამიანებს შეეძლებათ თავისუფლად განახორციელონ იმპორტი და ექსპორტი. აი ახლა ჩვენ შემთხვევაში ნახეთ, იზრდება დიახ ექსპორტი და ეს ძალიან კარგია, მაგრამ იმავდროულად იზრდება იმპორტიც. და როგორც კი გაიზრდება ექსპორტი და იმავდროულად იმპორტი, ეს სავაჭრო სალდოს რასაკვირველია უარყოფით რიცხვში გადმოიყვანს. დიახ, აი უარყოფითი სავაჭრო სალდო რასაკვირველია აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკურ ზრდაში მოიაზრდება სწორედ ფასების რეგულაცია, რომელზეც ახლა გესაუბრებთ. ალბათ უბრალოდ ყველაფერს აქამდე გეთანხმებოდით, მაგრამ შენიშვნა მაქვს, აი იმედი არ მიწმით. კი ბატონო, გისმენთ. აი ვუძახებთ, რომ სახელმწიფო თავრობა არ უნდა ერეოდეს ეკონომიკაში. ეს შეფის არის მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბალცეროვიჩის სიგნები და მისი მსგავსი ლიბერალური ეკონომიკის ლიბერალური აზროვნების სიგნები მაქვს ნათარგმნი. ევროპაში ერევა თუ არა მთავრობა ფასების დადგენაში. აგარ მე არ გეუბნებით, რომ მაგალითად ხახვი რო გამოკრა ბაზარზე გაკიდე 50 თეთრად და არა ლარად. დიახ. სახელმწიფო საბაზრო ეკონომიკაში არ ერევა. ერთადერთი ბერკეტი სახელმწიფოს ჩარევის საბაზრო ეკონომიკაში და ფასებში არის ის, როდესაც მომხმარებელიც და მწარმოებელიც ერთდროულად მიმართავს სახელმწიფოს და ეტყვის, რომ ჩაერიეთ, რადგან ფასები, რომელიც არსებობს ბაზარზე, მიუღებელია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მწარმოებლისთვის. და აი ამ დროს არის სწორედ, როდესაც აწესებს სახელმწიფო ფასის ზედაზღვარს და ფასის ქვედაზღვარს. ამაზე გესაუბრეთ და უკვე ვიცით ეს როგორ უარყოფითი შედეგებით სრულდება. მე არა მაქვს ხედელობაში ფასის საზღვრების დაწესება. სხვანაირი ზემოქმედება. აი მაგალითად ევროპაში როგორ ხდება? საბაჟო გადასახადებით იმპორტს აძვირებენ, რომ დაიცვან თავიანთი ფერმერები თუ მრეწველები და სამაგიეროდ აქედან ამოღებული თანხით ჩემზე უკეთესად იცით, მაგრამ გავიხსენოთ. ეხმარებიან ექსპორტიორებს. არის თუ არა ეს სახელმწიფოს ჩარევა? ნახეთ, ასე ჩვენი სახელმწიფოც ერევა, იმიტომ რომ აწესებს ტარიფს
იმპორტულ პროდუქციაზე და ეს აბსოლუტურად სწორია. შემდგომ დაწესებული ტარიფის შემდგომ იმის გამო რომ დაიცვას თავისი მწარმოებლები, ასევე აწესებს საიმპორტო კვოტას. საიმპორტო კვოტით შეუძლებელია იმაზე მეტი პროდუქცია შემოიტანო, ვიდრე გჭირდება, აი ვთქვათ გჭირდება 1000 ტონა პროდუქცია და აქედან აწარმოებ 500 ტონას. 500 ტონის შემოტანის შესაძლებლობა გაქვს და ეს სწორია, როდესაც სახელმწიფო საიმპორტო კვოტას აწესებს. გასაკვირველია და ტარიფსაც მასთან ერთად, რომ ფასები გაუთანაბროს ერთმანეთს. რომ დაიცვა შენი მწარმოებელი და ეს დაცვა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა მწარმოებელს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. კარგით, მადლობა. მონოპოლიების წინააღმდეგ რომ მიმართოს გარკვეულ ქმედებებს სახელმწიფო, ჩარევა იქნება თუ სწორი პოლიტიკა? არა, ნახეთ, სწორი პოლიტიკაა და სემეკი იმიტოა შექმნილი, რომ მონოპოლიებს დიახ მიხედოს და მონოპოლიებთან ფასების დადგენაშიც მიიღოს მონაწილეობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მონოპოლიებს არ მისცეს უფლება განსაკუთრებული ზემოქმედება განახორციელონ მოსახლეობაზე და მომხმარებელზე თავისი ფასების დაწესების მეშვეობით. კი ბატონო, ეგ იმ პროდუქციაზე, რომელიც სემეკის განმავლობაში შედის, მაგრამ ეხლა ფარმაცევტიკა სემეკი არ ეხება, ბანკებს სემეკი არ ეხება. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამაში. ნახეთ, სემეკს ეხება მონოპოლიები, ოლიგოპოლიები შესაბამისად, იმიტომ რომ ის ერთგვარი მონოპოლია და სემეკში ანტიმონოპოლიურ, ანტიტრასტული კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ სემეკმა ეს ყველაფერი დაარეგულიროს. კაცებია. მაგრამ რა კეთდება? მეორე მხარე ესაა, რა კეთდება, რა მიკეთდება? რაც თავი მახსოვს 2-3-4 თქვა. ბანკია მონოპოლისტი. 5-6 ფარმაცევტიკური კომპანიაა და ისინი წვეტენ ფასებს. როგორც წვეტენ ეხლა 4 კაცს არ გაუჭირდება ხო ფასის დადგენა. სად არის სახელმწიფო ამ დროს? ნახეთ, გვაქვს ხალხის სახელმწიფო თუ ასეთი. რასაკვირველია, სახელმწიფო არის ხალხს უნდა ემსახურებოდეს, რამდენად ახერხებს და რამდენად აგვარებს ამ საკითხებს, ეს უკვე ეტყობა გარემო პირობებს, მაგრამ ის რომ ქვეყანაში რამდენიმე ბანკია, რამდენიმე ფარმაცევტული ორგანიზაცია და რამდენიმე რაღაცა დაწესებულება, რომელსაც შეუძლია წარმოება რომელიღაცა განსაკუთრებული პროდუქციის, ეს საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რასაკვირველია და კონკურენტულ ბაზარზე, როგორც მოგახსენეთ, ეს ძალიან ადვილად მოსაგვარებელია, მონოპოლიების შემთხვევაში თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ დიახ, სახელმწიფო სემეკის მეშვეობით ამას უნდა ახორციელებდეს. ხორციელებს, მაგრამ ეთქობა არც იმათ არც ხელისუფლებას არ აწყობსო მათ ებრძოლოს. არ ვიცი, უკვე რთული მექანიზმია და ეხლა მაგას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. კეთილი. დავასრულოთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მობრძანებისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა პაციმულ ტელემაყურებლებო. ნახვამდის.